Სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. რაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა? თუ მორწმუნე ხარ, ღმერთზეა დამოკიდებული. თუ ღმერთზეა, მაშინ არ არის დამოკიდებული მისი ძელი იქნება და უწმედეს თუ ქრისტიანი ხარ, მორწმუნე ხარ. ზოგჯერ სტუმრად მივიდივარ, ზოგს ფსახში როცა ხარის ძელია, ანგელის ძელია, იმას ის აქვს ფსახში. ზოგს კიდე ნალი აქვს, ქონია რომ ნალი დაიცავს. ჩვენ გვისავს გველი ხარი და მორიელი კი არა. და საერთოდ ეს შენ თუ ქრისტიანი ხარ, მე ვლაპარაკობ იმ ხალხს, ვინც ქრისტიანია, ვინც ინათლება მის თავს მოწუნეთლის. ახლა იყო დანიელის ნასამოტყლის სენების დღე და იმენწმენამ რა გააკეთა? მეფეს ის იყო ებრაელი წარმოშობით, იყვნენ მონობაში ირანელებისა, სპარსელებისა და ამის სიწმინდე დაღმერთთან ყოფნა რა გააკეთა? ამ მეფემ, რომელიც არ იყო კეთილთაყვანისმცემელი, გაანთავისუფლა ებრაელები წვეობისაგან და აუშენა სინაგოგები. ამის ის გამინდა რომ ღმერთი მწერს მოყვარეთ გადააქცევს თუ იქნები ღმერთთან და ხშირად მოყავს ამ ტეხასის გუბერნატორის მაგალითი. როცა კორონავირუსი იყო, თქვა რომ ღმერთო გვაპატიო, ტეხასის გუბერნატორს შედებოდა შტატებიდან. ესე იგი ის მიხვდა რომ იჭირი რომ ხალხი მოგდებოდა. იყო იმის ღმერთო გვაპატიო რომ ბიბლია ამოვიღეს სკოლიდან და ღმერთო გვაპატიო რომ კაცი და გაიჭერდა ქორწინება დავაკანონებდა და მადლობა ღმერთს ესეთი კაცი მოვიდა ისმინა ღმერთმა მისი სინანული და რასაც ქვია შეერთებულ შტატებში აგზად მიქნება პროპაგანდა LGBT-ს. აგიდე ვინც ეზიარები თქვენა. ხო ურთიერთობა მაგ ხალხთან. აი ყველაფერზე თანახმარია. ოღონდ კეთილდღეობაში მაგრამ ვერ ხდებიან რა გულისხმობაში. შენ თუ ის მაზიარებელი ხარ, მე გეუბნები ის მაზიარებლები ხართ. თქვენი ზიარება არ შეიძლება თუ ეთანხმებით LGBT-ს პროპაგანდის დაშვებას. რატო? იმიტომ რომ ზოგს ეცინება ამაზე, ესე იგი კანონით არ მოისპობა არც ფილსიტყვაობა, არც სიძვა, არც ღვიშობა, არც მამათმავლობა, მაგრამ როცა დაშვებულია ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვობიდან, ესე იგი სწავლება იმისა, რომ დაფიქრდნენ ბავშვებიდან, ვინ იქნებიან და კანონით უფლება აქვთ სქესი იცვალო, ხალხს კაცად, კაცს ქალად, საშინელებაა. და მიხარია რომ ჩვენ ქვეყანაში 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამას მივხვდნენ და კანონით აიგრძელება პროპაგანდა და ღმერთ პრაგნავს არა მარტო LGBT პროპაგანდა, არამედ აი ჩემი ცოლის დაკალი იქნება თუ სხვა იქნება. ახლა მეუბნებიან რა იქნება სისასტიკე, სიბილსიტყვაობა, სიზვის პროპაგანდა, სისასტიკის პროპაგანდა და ეს ჩვენ ახსენს უგვის ახსება რატომ ასეთი სისასტიკე ახალგაზრდებში. მუთივიდან დაწყებული კინოები დამთავრებული იაპონური იქნება, ჩინური იქნება, ამერიკული თუ რუსული. ესე იგი მოგება ხელოვნებისთვის რა გახდა თავარი? მოგება ფული და ეს ადვილი საყურებელია, სადაც კლავენ ერთმანეთს და ამიტომ დავაკვირდეთ რას უყურებთ. ჩვენ ბავშვებს გავაკონტროლოთ რას უყურებენ და ადამიანი იმას ჭამს და იმას სვამს შუას არჩევად დასწრება, რაც მოწონდა. კიდე გეუბნებით თუ მოწონები ხართ, თუ მონათლულები ხართ, თუ ქრისტიანები ხართ. თქვენი შვილები გაზრდით ქრისტიან მუსლიმები, წმინდა დაცხოვრებები. ეს დანიელის წინასწარმეტყველი იქნება თუ სამი ხმა, ანანია, აზარია და მისაელი. და ჩვენი ბავშვები თუ გაიზრდებიან, თვითონაც მაგათთვის ეროვნებას მშვენივრად, წესას მშვენივრად არ იქნება. ამიტომ რომ ეცოდინება რომ წერი დღეს პავლე მოციქული თქვა, შეიძლება მოციქული გახდეს. დღეს ფაშისტი, დიოკლეტიანი, ტირანი, ვინც ამოწურეს ქრისტიანი შეიძლება ხვალ პატიოსანი ჩვენი მილაღი გახდეს. ამიტომ გამოსავალი რაშია? სიყვარულში და სიყვარული წარვალი მარტო ღმერთი ამას მიხვდით და შეიყვარეთ ლოცვა. რომის ხეშია კეთილდღეობა ფიზიკურიც, სულიერის
აი ეს რაც არ უნდა მილიარდები კონდეს. არ გაიგიათ რომ მილიონერმა თავი მოიგო. ეთიდღობა ვერ იქნება შენს თუ შურია, სიძულვია თუ გაკითხვა. რაც ხდება ახლა საზოგადოებაში ამ მასმედიაზე გავლენით. სხვადასხვა მოთხოვნების გამო. და თუ მადლი იქნება შენ ძმას მიიღებ რაც არ უნდა სხვა აზისა იყოს. იმას ქვია მადლით ღვთისა და სული წმინდით. ეს მადლი არ მოგაგოთ მერთმა, ჩვენთან არც მერთი.